წარმოიდგინეთ არჩევანი. ერთი ნაბიჯი ხაძე და ცოცხალი ხართ, ან უარი და სიკვდილი. 1226 წელი, თბილისი, მეტეხის ხიდი. დღე, როცა 100,000 ადამიანმა სიცოცხლეზე მეტად ღირსება აირჩია. ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ეს არის ქართული სულის ყველაზე დიდი გამოცდა. ჯალალედინმა თბილისი აიღო. მან სიონს გუმბათი მოხადა, იქ თავისი ტახტი დაიდგა და მეტეხის ხიდზე ორი ხატი დაასვენა. ბრძანებას სასტიკი იყო. ყველა თბილისელს ხიდზე უნდა გაევლო, ხატისთვის ფეხი დაებიჯებინა და რწმენა ეუარგო. ვინც ამას არ იზამდა, იქვე ხიდზევე მოჰკვეთდნენ თავს. ლევან სანიკიძე ამ დღეს სისხლიან მდინარეს უწოდებს. მამები შვილებს წინ მიუძღოდნენ, შვილები მშობლებს. არც ერთმა მათგანმა ხატს ფეხი არ დააბიჯა. 100,000 ქართველი რიგში ჩადგა საკუთარი სიკვდილისთვის. მტკვარი სისხლით შეიღება, ხიდი კი გვამებით დაიფარა, მაგრამ მტერმა თბილისელების მუხზე დაჩოქება ვერ ნახა. იმ დროს თბილისმა აჩვენა, რომ ქალაქი მხოლოდ შენობები არ არის. ქალაქი ის ადამიანებია, რომელთა გადეხვა შეუძლებელია. 100,000 მოწამემ დაგვიტოვა ქვეყანა, რომლის ფუნდამენტიც ამ ხალხის რწმენაა. ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან მათ მაშინ არ გადადგეს ის ერთი ნაბიჯი. შენ თუ შეძლებდი ასეთ გამოცდის გაძლებას, დაწერე კომენტარებში და გამოიწერე ჩვენი გვერდი. გავაცოცხლოთ ჩვენი თავგანწირვის ისტორია ერთად.